შენ ალბათ ბევრჯერ ყოფილხარ მარტვილში, ნოქალაქევში ან ქუთაისში, მაგრამ იცოდი, რომ ამ ტურისტული მარშრუტებიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში იმალება ადგილები, რომლებიც თავისი სილამაზით აჭარბებს ბევრ ცნობილ ლოკაციას. თუ დღევანდელი სამეგრელოს უკიდურეს აღმოსავლეთში, მარტვილის მხარეში, სოფელ აბედათში, მაღლა მთაზე ახვალ, შენს წინ გაიშლება დროის მიერ მივიწყებული, მაგრამ საუკუნეების სიღრმიდან მომზირალი ულამაზესი ციხესიმაგრე. ეს არის ადგილი, რომელიც არ ხვდება ძირითად ტურისტულ რუკებზე. ეს არის ხედები, რომლებსაც ფოტოები ვერ ასახავს ბოლომდე. ეს არის ციხესიმაგრე, რომელზეც ამბობენ, რომ ის შესაძლოა 1000 წლეულებზე ძველიც კი იყოს. ამ ადგილის შესახებ ბევრს ჯერ კიდევ არ სმენი არა და ამ ციხესიმაგრიდან შენ შეგიძლია გადმოხედო სამეგრელოს. აქედან ულამაზესი შთამბეჭდავი ხედები იშლება სამეგრელოს და იმერეთის ველებზე. ხელისგულივით მოჩანს ძველი ეგრისის სამეფო ქალაქები. ნოქალაქევი, ანუ ციხე ქუჯის ციხე და ქუთაისი. ეს აბედათის ციხესიმაგრეა. დამალული მარგალიტი, რომელსაც მხოლოდ ბუნების მოყვარულები, თევზზე შეყვარებული მოგზაურები და ისტორიის მაძიებლები პოულობენ. დღეს ვიწყებთ ახალ ვიდეოს სერიას უცნობის საოცრებები 50, ანუ უცნობის საოცრებები პოპულარული ტურისტული ლოკაციების 50 კილომეტრის რადიუსში. ჩვენს ახალ სერიაში უცნობი და ულამაზესი ადგილები საქართველოში წაგიყვანთ და გაჩვენებთ ისეთ ადგილებს, სადაც ისტორია ქარივით ჩურჩულებს და ბუნება მნახველს აოცებს. და პირველი ლოკაცია, სადაც ჩვენ მოვედით, ეს არის აბედათის ულამაზესი, მართლაც შთამბეჭდავი ციხესიმაგრე, რომელიც არის ძალიან ძველი და როგორც მეცნიერები, არქეოლოგები ათარიღებენ, ის უნდა იყოს დაახლოებით მე-6 საუკუნეების ციხესიმაგრე, მაგრამ რაც მთავარია, აქედან მართლაც შთამბეჭდავი ხედები იშლება. სოფელი აბედათი მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ციხესიმაგრე კი ამ სოფლის უკიდურეს დასავლეთში მთის წვერზეა. ასეთი განლაგების გამო იქ მოხვედრა საკმაოდ რთული და ციცაბო გზებით მოგიწევთ. თუმცა ახლა სამანქანო გზა ბოლომდეა მიყვანილი და თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი რთული იქნებოდა აქ მოხვედრა 555 წელს, როცა ამ ადგილას ერთმანეთს ბიზანტიელები და სპარსელები შეებდნენ. დიახ, ისტორიკოსების და არქეოლოგების ნაწილი ამ ციხესიმაგრეს ლეგენდარულ ონოგურისად თვლის, სადაც ეგრისის ომის დროს მე-6 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიასა და სასანიანებს შორის ბრძოლა გაიმართა. მაშინ სპარსელები სწორედ ამ ციხეში მოაქციეს ალყაში ბიზანტიელებმა, თუმცა სპარსელებს თავიანთი მოძმეები მიეშველნენ კუტაიადან და მოხორისიდან და გაერთიანებულმა სპარსელებმა ბიზანტიელები დაამარცხეს. სხვა შორის მოხორისი დღევანდელი სამტრედიის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო, სამტრედიაც ამავე ციხიდან კარგად ჩანს. საურაუდოდ სპარსელები დაინახავდნენ, რომ მათ დასახმარებლად ქუთაისიდან და მოხორისიდან სამხედრო ძალები მოდიოდნენ. მოხორისიც, ანუ მუხურისიც და ცხადია ქუთაისიც ეგრისის სამეფოს და მეგრელთა დაწინაურებული ქალაქები იყო. ასე თუ ისე აბედათის ამ უძველეს ციხეს არქეოლოგი პარმენ ზაქარაია მე-4-მე-6 საუკუნეებით ათარიღებდა, ხოლო აბედათის უკვე შუა საუკუნეებში აგებული ციხე-დარბაზი და კოშკი მისი აზრით დადიანების საგვარეულოს უნდა მიეკუთვნებოდეს. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ იგი მინიმუმ 3 ფენისგან შედგებოდა. არქიტექტურული მასალა ძირითადად ადრე ფეოდალური ხანისაა. ფლეთილი ქვით ნაგები ციხე 2 გალავანისგან შედგება. მთავარი გალავანი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია 10-12 მეტრი სიმაღლისაა. გალავნის ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კედლები მომრგვალებულია და უერთდება სამხრეთის გალავანს. ციხის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მონაკვეთები მთის რელიეფის შესაბამისად მეორე გალავნითაა შემოფარგლული. ციხის დათარიღება ცხადია მე-4-მე-6 საუკუნით შეიძლება, მაგრამ იგი ალბათ მთელ შუა საუკუნეებში მოქმედი იყო ვიდრე მე-18 საუკუნის ბოლომდე. ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი დიდი და მცირე გადაკეთება განუცდია. გალავნის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილია ელინისტური ხანის ძველი წელთაღრიცხვის მე-3-1 საუკუნეების კერამიკული მასალა, ასევე დასავლეთ საქართველოს მე-13-მე-14 საუკუნეების კირმანეული და თურქული ვერცხლის მონეტები.
ციხის შიგნით აღმოსავლეთის კედელში ჩაშენებულია ეკლესია, რომელიც პარმენ ზაქარიასა და თამილ კაპანაძის აზრით მე-9 საუკუნის უნდა იყოს. იგი საშუალო ზომის დარბაზული ნაგებობაა. ნაშენია ოდნავ დამუშავებული ქვით, საშენად ძირითადად გამოყენებულია მოთეთრო კირქვა. ეკლესია წინა საუკუნის ბოლოს განუახლებიათ და იატაკი მოუწყვიათ კარგად თლილი ქვით. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას დასავლეთით სწორკუთხა კარიბჭე აქვს და შესასვლელი კარიც მხოლოდ ამ მხრიდან აქვს. ციხე ამჟამად კეთილმოწყობილია, ეკლესია მოქმედია. დასავლეთის კედელთან აგებულია ძველი სტილის მეგრული ოდა. ახლა ამ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მამათა მონასტერიცაა, სადაც მამა სტეფანე მოღვაწეობს და მარტო უძღვება მონასტრის საქმეებს. თუ ოდესმე მარტვილში, ქუთაისში ან ნოქალაქებში მოხვდები, არ გამოგჩეს ეს ადგილი, არ გამოტოვო აბედათი. დიახ, მეგობრებო, აგერ მე და ჩემი ძმა გეპატიჟებით მართლაც აი ამ წინვალე ულამაზეს ადგილას, საიდანაც ჩანს სამეგრელოს და იმერეთის ველები, დავადაც ხედავთ კადრში. მოინიშნე რუკაზე თაგეგმე მარშრუტი და მოინახული ადგილი, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუყოლია ბოლომდე თავისი ისტორია. გამოიწერე არხი და გამოგყვევი, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო, დიდი მადლობა ვიდეოს სრულად ნახვისთვის, არხის გამოწერისთვის და ვიდეოს დალაიქებისთვის. კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი და საჩვენებელი მარტვილიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან, მართლაც ულამაზესი და შტამბეშტავი ადგილები. ასე რომ, მომდენო ვიდეომდე.